მე პრობლემა არა მაქვს ქუჩაში ნუ გამოდიან გამიგე მაგათი პრობლემა მე არა მაქვს ქუჩაში რატო გამოდიხარ ძმაო რატო გამოდიხარ ბავშვი სერნობს გამიგე შეხუდეს ვიღაცა გამიგე ამოგდებული გამარჯობა მე ვარ ნიკა მაკარაშვილი და ეს არის შოუ კი ბატონო თოვლიკი კარგი იყო მაგრამ ზიადი შეიწირა ამიტომ ზიადი დღეს არ იქნება გაციებულია და ჩაისვამს ადუღდა შეჩემისა გადაცემა ხო გადმომაბარე ჩაის მაინც მიხედეთო რო არ რენდომ კომენტარია ურჩიოთ და შემთხვევითი კომენტარის ავტორია დრდს რუსოდოპიძე კუდარი მანგუსტის ფიქრები ჩაგუჩიარე გოგ დაუხვრიტოთ კი ბატონო პირველი ვიდეო გამოგიგზავნა ამ ადამიანმა ზიადმა რატო არ ამოწერა ეს სახელი არ ვიცი და ეს ვიდეო არის უნივერსალურ ხმოვან ბგერებზე Hoş geldiniz. Merhaba, hoş bulduk. Merhaba. Hayır, size cevap hakkı doğdu da o yüzden verdim. Bu gayet doğal değil mi böyle yani? Evet, böyle. სხვადასხვა სიტუაციას მახსენებს ამ ადამიანის სიცილი. რაჭის ბიჭო გუშინა ჩავაყენეს დედა ნატირები თო ახალი გაკომრატური. ხოდა იქ მარჯვნივ ვაუხებ და იქ არის ექტეთრი შენობა. სხვათა შორის რუსებს აქვთ ძალიან გაი სიმღერა. Можно в Африку прийти? В Африке реки вот такой ширины. В Африке горы вот такой вышины. საინტერესოა ამ კაცის ოჯახი. Hey, აბა რა კოპიჩოს რანსაცია? რა არის ბიჭო ეს რა? კი ბატონო. შემდეგ ვიდეო ამ ადამიანმა გამოგიგზავნა. და ეს ვიდეო არის მოლოდინზე. Da? You got your daddy's letter. Daddy, you wanna go see Daddy? Betty? დაახლოებით ესეთ სიტუაციაში ვართ ყველანი, როდესაც ღამის 12 საათზე ველოდებით იმ გოგოსგან მესიჯს, რომელიც მოგწონს, მაგრამ უესრად ტექნობიმის მესიჯი მოვა. თუ ვინმეს ტექნიკის ყიდვა უნდა, დაუჯდეს ისე იაფირონ დაჩეს ბევრი ხურდა, იმიტომ ყვირი არ ვარ ჩუმი, დიდაჩევს თავაზობს ტექნობუმი. მათი ვარი გასკურა, ტელეფონი ტოსტერი, უთოკობით მის საინტერესოა როგორ ხედავს ამას ფოსტალიონი. გამიღე პირი? გამიღე თორე ფოსტალიონი მოვიდა. ეს ყველაფერი რომ Facebook-ზე მომხდარ იყო დაახლოებით ესეთ რამეს მივიღებდით. ეს ფოსტალიონი თავისებური ადამიანი გამიგე, აი სათქმელს პირდაპირ პროში გეუბნება რა. დარწმუნებული ვარ ამის მერე ეს ბავშვი თამაშობს მხოლოდ სიხარულს საერთოს. ერლეგინა თუ სიხარული. სიხარული. შემდეგი ვიდეო გამოგზავნა ამ ადამიანმა. დამოუკიდებელია დღევანდელი სასამართლო. როგორ სასამართლო? სასამართლო. რამდენი სამართლიანი დამოუკიდებელია. ჩემი აზრით სასამართლო არ მომწონს. ნებისმიერი სასამართლო თუმცა თავიოსთან დაკავშირებით სასამართლო არ უნდა არსებობდეს. როდესაც ადამიანი დამნაშავეა და დანაშაულს იდეს, არ უნდა არსებობდეს არ ციხე, არ სასამართლო. ის უნდა იყოს დარგილი სიკვდილით. ეს დაახლოებით ისეთი შეგრძნებაა, როცა გოგო გაფრენდზონებთ. აუ გიგა შენთან ძალიან განსაკუთრებულად გძნობ თავს.
არაფერს გიმალა, უკომფორტულესად ვარ შენთან პროსტა და რავი, აი შენაირი ადამიანი არ მგონი რომ არასდროს აღარ შემხვდება. აი სულ რო არაფერი თვალები გაქვს ულამაზესი, მაგრამ მეგობრებზე მეტი ჩვენ ვერ ვიქნებით. არ უნდა არსებობდეს არც ციხე, არც სასამართლო. ის უნდა იყოს დაჟილი სიკვდილით. ეს ყველაფერი გავს ისეთ სიტუაციას, როდესაც მუსიკა ძალიან კარგად იწყება, მაგრამ წარმოიდგინეთ ამ ხალის ლოგიკა რეალურად რო გამართლდეს. თქვენი ბილეთი ახალგაზრდა. აუ, არ მაქვს ბილეთი სკოლის მასწავლებლად. რომელ წლიანი ხარ? 97-იანი. რომელ წლიანი ხარ? 97-იანია. რა 97? ხოდი არ გეკეთა მეგობრო, აქ გაკვირდები უკვე და. კაი, რა გჭირს ბიჭო? ის უნდა იყოს დაჟილი სიკვდილით. წარმოიდგინეთ ეს კალდი რომ ფსიქოლოგი იყოს. აი უკვე ყველანაირი სასჯელი ვცადეთ, მაგრამ აი ამ ბავშვის გამოსწორება არ იქნება, აი გიჟი გადარეული. აი რა ვქნა ეგ? მარდან დამშვიდი მესმის შენი, მარნა სხვა გზა აღარ შეება, ბავშვი და მოკლათ, დედა უნდა ჩაადედეს გაისრულან და ისროლონ. 3 2 1 კი ბატონო! დღეისათვის აი ეს არის ძმაო რაც არის. გამოგზავნეთ YouTube-ზე ძმაო. გამოიწირთ და აჭირე subscribe-ს. Facebook-ზე ლინკი მიეც ძმაო. გამოგზავნე რამე ღადილაობა ნახე, დაკლინკე, გააკოპირე, Ctrl-V ჩვენთან მიეცი, ჩაგდე გამიგე. კი დაიჭირე კამერა, ჩაწერე რეკზე მიეცი, კი ბატონო თქვი და გამოუშვი. ძმაო, თუ ჩემი საღვანილი გადაცემა კარგად ვათარებ, დავაი დაალაიქე. თუ არა, ისევ შემდეგ კვირაში ზიადა დადგება წაიხმას პატიოსნად ძმაოჯან. ეს არის შოუ კი ბატონო, მე ვარ ნიკა მაქარაშვილი. ესე გაკეთე. Girl, don't you see that I'm trying?